შემდეგ ეს არ არის საკანონო საკითხი, ეს არის გერმანულების, ეს არის მხოლოდ მისი ხარისხის და დაუბრუნდით სერვისის საჭიროების საკითხი და არა ზოგადად ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა შენჩეთანა თანხმდება. ამ ფორმით ამ დაფუძნებით, ხო? ქმნის სტრუქტურას, რომელსაც ვადლებთ დელეგირებას ფუნქციებისას, ესე ვთქვათ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს როლისას, ოღონდ ისიც ნაწილობრივ, იმიტომ რომ არავინ არაა შეზღუდული თავისი გვერდითი მიმართულებები აწარმოოს ხელშეკრულებებით და მოლაპარაკებებით. არავინ არ უდავს იგივე რუსთავი რომელსაც თავისი პროექტები აქვს. ნებისმიერ უცხოეთის ფილმასთან, ფონდთან თუ ტელევიზიასთან თანამშრომლობაში არავინ არ უდავს გორის ტელევიზიას ითანამშრომლოს სხვა მიმართულებით, მაგრამ ხელშეკრულებაში რასაც გავითვალისწინებთ, ხო აი ამ სფეროში ავსტრავის ფარგლებში უნდა ჩავეტიოთ რა და ეხლა თუ ყველაფერი ამ კუთხით გარკვეულია და შეკითხები აი ამ საკითხი ამ დონეზე ხართ მისულები ჯერ. ესე აი რაც მე დავიდე დამატებით ის რომ შენი მონაწილე ნავიზალსა დირექტორა და ჯანო ნავიზალსა კიდე ზამისიტელი. მოკლედ აი ესეთ დონეზე ვართ მისული ან სიტყვი და მოსაგებთ. თუ ეს გასაგებია, მაშინ უბრალოდ მე მინდა რომ თანმიმდევრობა დავუწევ. პირველ რიგში ალბათ რამდენიც მინუც იურისტი აქ არა სადაფუძნებლო ხელშეკრულება კეთდება. ხელშეკრულება არ არის. თუ არ არის ხელშეკრულება, როგორ კარგია? ოქმე არის, კაროჩე ხელშეკრულება არ არის.